გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ჩვენი გულ ჩამქრალი პოლიტიკოსები უარს ამბობენ საგამოძიებო კომისიაზე მისვლას და პასუხების გაცემას იმ თემებზე, რომლებიც მათ უშუალოდ ეხებოდათ. ნახეს გამოსავალი არ ვცნობთ კომისიის ლეგიტიმურობასო. ისე რა კარგი ფორმაა, რა? არ ვცნობ ლეგიტიმურობას. არ ვცნობ პარლამენტის, პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის ლეგიტიმურობას. მოკლედ, გიჟი ვარ თავისუფალი. კი ბატონო, შენ შეიძლება არ ცნობდე კანონს, მაგრამ კანონი გცნობს და ერთ მშვენიერ დღეს ხელებ გადაგრეხილს, რომ შეგაგდებს საპრობილეში, იქაც იყვირე არ ვცნობ და არ მჯერა. ხო, შიმშილობის გამოცხადება არ დაგავიწყდეს. პერმანენტული შიმშილობისა, საუზმიდან სადილამდე იშიმშილე მერე სადილიდან ვახშმამდე და ასე შემდეგ. და რაც მთავარია, როდესაც აცხადებ, რომ არ ვცნობ მთავრობის ლეგიტიმურობას, მაშინ არც ერთი კანონის ლეგიტიმურობაც არ უნდა სცნო. ხომ ასეა? რატომ უნდა იხადო გადასახადები, თუ კი არ ცნობ მთავრობას? უნდა გახსოვდეს, რომ შენი გადასახადები ისევ ამ მთავრობას მოხმარდება და ამისთვის იბრძოდი? ხო და მიდი, სცადე, არ გადაიხადო გადასახადები და ნახე რა ჩიც დაიჭერ. წესითა და რიგით, თუ კი პიროვნება, რომელიმე ცეხავი კი არ ცნობს მოქმედ ხელისუფლებას და იგი ამ ხელისუფლებას ქმედითად უნდა ებრძოლოს და ყველაზე კარგი ბრძოლა ole-oles ყვირილი კი არაა, ეკონომიკური ბრძოლაა. უნდა დაასუსტო სახელმწიფო, უნდა ჩამოშალო ეკონომიკა, უნდა გააჩეროს საკუთარი ბიზნესი. ჩემს უბანში არის ერთი პატარა სასუსხარდო მაღაზია და მისი დირექტორატი ნაცების სიყვარულით ფეხებიდან თმის ფესვებამდეა ახსავსე. მიუხედავად ამისა, ვაჭრობა ერთი წუთითაც არ გაუჩერებიათ. ერთხელ იქ პურს ჩემი არსობისას ვყიდულობდი და მაღაზიის მეპატრონე შემოვიდა, თვალებს ბუსავით აბრიალებდა, მივარდა ერთ კონსულტანტს, რომელსაც ადრე ისტორიულ მატერიალიზმამდე გამყიდველი ერქვა და უყვირა, აქციაზე რატომ არ წახვედი? ხომ გითხარი, წადი მეთქი, სამშობლო დაიცავი, რა, გინდა რომ ქვეყანა საბოლოოდ ჩამოგვენგრესო? არ ხუმრობ, მეგობრებო, ზუსტად გამომეორე იმ ტიპის სიტყვები. გამყიდველს ეტყობა ძალიან ეზარებოდა აქციაზე წასვლა, მაგრამ უფროსის სიტყვა კანონი იყო, სულ ბუზღუნ-ბუზღუნ ჩაიცვა და წავიდა. არ დამეზარა და გავყევი ჩუმად, რასაკვირველია. მაღაზიას ოდნავ რომ გასცდა, მოტრიალდა, ხომ არავინ მიყურებსო და სულ სხვა მხარეს გაუხვია. მოკლედ, არ ცნობენ ჩვენი გამოჩენილი ჰოპოები საპარლამენტო კომისიის ლეგიტიმურობას და არ აპირებენ თანამშრომლობას. და იცით რატომ არ აპირებენ? იმიტომ რომ ეშინიათ, დიახ, ეშინიათ ოფიციალურ კითხვებზე ოფიციალური პასუხების გაცემისა. აბა რომ არ ეშინოდეთ, მივიდოდნენ და კომისიის კითხვებს იოლად გასცემდნენ პასუხს, მაგრამ როდესაც ტყუილებით ხარ სავსე, როდესაც კარადაში უამრავი ჩონჩხი გიდევს, როდესაც ღამღამობით შიში გახრჩობს, მაშინ მართლა მოერიდები საპარლამენტო კომისიაზე მისვლას. მით უმეტეს, როდესაც იმ კომისიას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს და თეა წულუკიანი კი ისეთია, თუ ჩაგეჭიდა, ხელს აღარ გაგიშვებს. ხაზარაძემ თქვა, რომ თეა წულუკიანს ავტომატი რომ მისცე, ალბათ ყველას დაგხრեցო. არ სჭირდება თეა წულუკიანს ავტომატი. მისი ავტომატი სიტყვაა და ის იმ სიტყვას ტყვიაზე უფრო მომაკვდინებლად ისვრის. მინდოდა მეთქვა, რომ დიდი სიამოვნებით ვაკვირდები საპარლამენტო კომისიის მუშაობას, მაგრამ არა, არ ვიტყვი. იმიტომ არ ვიტყვი, რომ საზარელი მოსასმენია ეს ყველაფერი. ეს რა ხალხი მართავდა ჩვენს ყოფა-ცხოვრებას. ეს სად გამოიჩეკნენ? სად გაიზარდნენ, სად გაბოროტდნენ? ეს ხალხი ციდან ხომ არ ჩამოსვენილა. ისინი ყოველთვის ჩვენ გვერდით იყვნენ. ერთ კამპანიაში დავდიოდით, ერთ სუფრასთან ვისხედით, ერთ მუსიკას ვუსმენდით, ერთ სადღეგრძელოს ვამბობდით, ერთი ქალი მოგწონდა. მაგრამ მოვიდა დრო და უცებ გახდნენ ბოროტები, სისხლის მსმელები, ხარბები და ბოლო-ბოლო შტერები.
გენერალი გოგავა კომისიის ხდომაზე ამბობს, რომ მოსახლეობის გაფრთხილება კი შედიოდა მის ფუნქციებში, მაგრამ ვერ მოასწრო. რას ნიშნავს ვერ მოასწრო? იმაზე მნიშვნელოვანი რა უნდა მოესწრო გენერალს, რომლის ფუნქციებშიც მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა იყო. ეტყობა რაღაც სხვა პრიორიტეტები ჰქონდა გენერალს უფროსობისგან დასახული. ან და ეს სუფთა წყლის დაუდევრობაა. ეს გენერალი იაპონელი რომ ყოფილიყო, ვიცი ასეთ შემთხვევაში, რასაც გააკეთებდა, მაგრამ ის იაპონელი არაა. ის ნაცია და ნაცია ადამიანი. მოკლედ, გინდა სანი და გინდა ნუსნობ კომისიის ლეგიტიმურობას. ეს შენი პირადი საქმეა. მაგრამ ჯერა ასე თუ გააგრძელეს, ერთ მშვენიერ ღამეს კანონი კარზე დაუკაკუნებს და წაიყვანს იმ ადგილას, სადაც უფრო მკაცრ პასუხს მოსთხოვენ და ის ადგილი ვივამედის 64 ნამდვილად არ იქნება. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.